9 მაისი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი დღეა. დღე, რომელმაც კაცობრიობას, გამარჯვების, თავისუფლებისა და მშვიდობის ფასი კიდევ ერთხელ შეახსენა. ეს არის დღე, როდესაც პატივს მივაგებთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს. ვიხსენიებთ მათ სიმამაცეს, თავგანწირვასა და იმ ადამიანურ ძალას, რომელმაც მსოფლიო უდიდესი ბოროტებისგან იხსნა. წლები გადის, თაობები იცვლება, მაგრამ ისტორია გვავალდებულებს არასოდეს დავივიწყოდეს ტკივილი და ის გმირობა, რომელმაც მომავალი შექმნა. მოგესალმებით, დღეს ფაშინზე გამარჯვების დღეა, 9 მაისი, ორიოდე სიტყვა რომ გითხრათ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. 1946 წელს მამა ჩემი ომში იყო. მამა ჩემი დაბადებოდა 9 წელს. მე დავიბადე 1946 წელს. არტილერია დაამთავრა თბილისში. მოგვეხანში მოხდი შორეულ აღმოსავლეთში. იქ მოვედი, ამ დროს ააშენეს რუსეთმა გზა და ჩინელეთთან ომი იყო. კიტაიში ომი იყო. ამ დროს მომიგრეს 5 შვილი. პატარები, რომელიც ჯარში ლეიტენანტი იყავი ახალგაზრდა. იქ დამეხვადრა ერთადერთი ადამიანი იყო. საბჭოთა კავშირის გმირი იყო, ორჯერ ის იყო სახელი იყო დავრება სტალინის ხოდა მინიჭებული ომის დროს. ის მე დამიჯერა და დამეხმარა, მომიკლეს 5 კაცი ახალგაზრდები მომიკლეს. ეს იყო შეიძლება დუშეთში, უსურიხ. ის დაიღუპა, დამეხმარენ, მიმსახურე. მერე ვიმსახურე დიდი ხანი რუსეთში, მივეწოვე კაპიტანის წოდება, მოვედი საქართველოში. აქ ვიჯაბარები. ჩვენ ვცხოვრობდი სამხედრო ნაწილში. მერე გადავედი ქართულში, ხაშურში უпроსად ვიყავი. იქ მე ჭაპარპოლკოვნიკის წოდება. მე ვიმსახურე მაშინ, მერე გადამიყვანეს სადაც სომხების განათლება ქალაქში. მე დამეხმარე ქართველი დამნიშნეს, მე მოვიყვანე გვარი. შეტოკება იყო რაღაცა, მოვაგვარეთ ბევრი ხალხები. მე თხოვდი რომ ბიჭებო არსად არ წაყო, ავღანეთში ხალხი არ გაუშვეს. იქ მივიღე პოლკოვნიკა, გავატრიალდი რუსეთიდან და აი მეძით რომ ვიღავე რუსეთის მსახური. საბჭოთა კავშირის აი სავიეტსკები მქონდა. ეს სავიეტსკი მედლები მაქვს, ეს ქართული მოდლები მაქვს, ხო. მერე გადავედი ქართულ ჯარში. ამ დროს მონაწილეობა ომში სოხუმში, კადრების უბრალოდ ვიყავი. მიბრძოლა, დავყარგეთ ჩვენ სოხუმი. სამწუხაროდ დიახ. დავყარგეთ ეს ქვეყანა. რა ვიცი, ახლა მithore ლაპარაკი შეიძლება იქნებ რუსეთში გადაწყვეტენ დაბრუნდეს ურთიერთობა. რას ნიშნავს თქვენთვის დღევანდელი დღე, როგორც გამარჯვების დღე? მასო მხობძნარი დაბარა. თქვენ მთელი ქალაქი ასე არის, ხო? საქართველოს ხალხმა გაიმარჯვა. ეს იყო ძლიერი ადამიანი იყო ჩვენ საქართველოს. მედაურ ქვეყნებში განზავნილი იყო ომში მონაწილეები. წოდები ჰქონდათ მინიჭებულებს, ადგილები. და ომისთვის ბრძოლობდნენ. ახაც დღესაც წასწავლი იყო, დღესაც აღნიშნავ სიხარულს 91 დღეა. 91 წელი შესულდა, დიახ. გავიმარჯვეთ. მოვიგეთ. ფაშისტი კიდე მინდათ რომ იქნებ დრო დღეს მორჩეს, რომ გერმანელები უნამოსოდ ვექცეოდნენ. ებრაელები გაანაწილეს, ღუპავდნენ ხალხს, ტერიჯავდნენ. სტალინმა დააბრუნა ხალხი. ეხლა იქნება დატრიალდა რომ რუსეთში ურთიერთობა სტალინის სახელი დღეს ისე პატივისცემა. ეხლა ლაპარაკით ომიო, ვოლგოგრადიო და ერქვა მაგას სტალინგრადი. ომში ხო იყო ჩვენი. ხო და მეც ასე დიდ პატივისცემაში ვიყავი და მიხარობდა. დღეს 80 წელისა ვარ და მიხარო ბედნიერი ქალაქი. გალამაზი იყო სიხარული და დღეს სიხარული იყო დღევანდელი დღეს. აი დღესაც ჩვენი ძვირფასეობა გამარჯვა სოხუმის ომში იყო გერმანიაში გაანადგურა. რა ვიცი, კარგი კაცი იყო, ვიცოდი, ვიყავი მაგ ქალაქში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და დიდხანს სიცოცხლე ჯანმრთელობას ბედნიერებას გისურვებ. მოგესალმებით ბატონო შავლეკ. პირველ რიგში გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 9 მაისს და ორიოდე სიტყვა რომ გითხრათ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. მადლობა, მეც მოგესალმებით, მეც გილოცავთ დღევანდელ დღეს, ასევე მიულოცავ საქართველოში არსებულ ფაშიზმზე გამარჯვების ომის ვეტერანებს, უსურვებ ჯანმრთელობას, ღვთისმსხალობას, დიდხანს სიცოცხლეს და ასევე ულოცავ მთლიან საქართველოს. ფაშიზმზე გამარჯვების დღიდან 91 წელი გავიდა. რას ნიშნავს თქვენთვის 9 მაისი? ჩემთვის კერძოდ 9 მაისი ნიშნავს როგორ გითხრათ, მოკლედ ურჩხულზე გამარჯვება უფრო გამოდის, ვიდრე რეალურ სიტუაციაში ყოფნა. იმიტომ რომ ფაშისტური გერმანია იგივე ურჩხული იყო, რომელსაც უნდოდა მსოფლიოს დაპყრობა და მათ შორის საბჭოთა კავშირის და აქედან გამომდინარე მე ვთვლი რომ ეს იყო მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მოხდა ურჩხულზე გამარჯვება. სხვათა შორის იოსებ სტალინის ხელმძღვანელობით. მოგესალმებით, მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. ხო, მოგესალმებით ბატონო ევგენი. პირველ რიგში გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 9 მაისს. როგორც მშვიდობის მედროშე. რას ნიშნავს თქვენთვის დღევანდელი დღე, მას შემდეგ, როდესაც ფაშიზმზე გამარჯვების დღიდან ზუსტად 91 წელი გავიდა? ეს თარიღი პატიოსნების, კაცობის, ვაჟკაცობის, ადამიანურობის და სიცოცხლის დღე არის. გამარჯვება, სიცოცხლის გამარჯვებისა სიკვდილზე. აი ქრისტეს კარგად აქვს, აი აღდგომაში რო არის ხოლმე. ქრისტე აღსდგა მკვდრეთითო სიკვდილითა სიკვდილზე გამარჯვებით. გამარჯვების. აი ეს ამბავიც თითქმის უტოლდება კი არა მასშტაბებში ძალიან დიდი მასშტაბის გამარჯვებაა, რა თქმა უნდა. და იმიტომ რომ თვითონ გამარჯვებულმა კაცმა, ეს კაცი იოსებ სტალინი რომ გარდაიცვალა, მთელი ისრაელი ტიროდა ებრაელობა, რაღა გვეშველება მუსულმანები დაგვლეჯავენო და საბჭოთა კავშირი ხო ტიროდა და მთელი მსოფლიო თვითონ ინგლისის პრემიერ-მინისტრი ტიროდა კაცო, იმიტომ რომ იმასთან თანაურთიერთობით და ერთობლივად ერთი მეორის მხარდაჭერით და დახმარებებით ამერიკა, ინგლისი, საბჭოთა კავშირის ერთობლივი ძალებით აი ეს შავი ჭირი მოაშორეს დედამიწას. თუმცა დღესაც პარალელი რო გავავლოთ, არ ჩამცხრალა ის ტალღები, რომელი ტალღებიც ფაშისტებმა იმ დროს შექმნეს. დღესაც იგივე ტალღები მოედინება და მოედინება. აი ისე თამამად და ისე აი გათავხედებულად, რომ გული გაგისკდება. ესე იგი რაღაცა დროება მოდის ხოლმე ადამიანი აი ეს 80 წელი გაერო ამ სამმა კაცმა, რომელიც დავასახელე იოსებ სტალინის თავოსნობით შექმნეს გაერო. 80 წელი ომი არ ყოფილა. კი იყო პატარ-პატარა ომი, მაგრამ მესამე მსოფლიო ომი ვერ ისე ბალანსდებოდა გაეროს მიერ. და ეხლა გაეროს აღარ უსმენენ და ხედავთ რა ამბები ატომურ ომზე ლაპარაკობენ. ისე თამამად თვითონ აშენებდნენ რამეს. თვითონ პირადად არაფერი არ გაუკეთებიათ, არა უშენებიათ. აი როგორ გითხრათ, ოფლი არ მოუწმენდიათ შუბლზე. აი გამზადებულზე აღზრდილი ადამიანების ხედან სათავეში და ემუქრებიან ბავშვებს, ცხოველებს, ადამიანებს, საერთოდ სიცოცხლეს ეომებიან და ებრძვიან დღესაც. და ეს უნდა
შეწყდეს, აი მე როგორც მშვიდობის მედროშე აღნიშნე მსოფლიო მშვიდობის მედროშე. ეხლა რამხელა მისია მაწევს ხრებზე. წარმოიდგინეთ თქვენ ვუგზავნი წერილს რამდენი წელია სანამ ომი დაიწყებოდა უკრაინაში მანამდე ანგელა მერკელს მივწერე წერილი რომ რეიხსტაგზე 9 მაისს ყოველთვის მშვიდობის დროშა უნდა აღმართოთ რომ გერმანელი ერი არ იყოს აღქმნილი როგორც ფაშისტი ერი და არა მშვიდობის მოყვარე ერი. ამითი თქვენ სულიერ ყოფას დააბალანსებთ, იმიტომ რომ გერმანელმა, უკრაინელმა და რუსმა ერთობლივად კოსმონავტებმა, უკრაინელმა იური გიძენკომ, გერმანელმა თომას რაიტერმა და რუსმა იური ავდევმა ერთად გაიტანეს კოსმოსში გაეროს 50 წლის იუბილეზე. აი წარმოიდგინეთ ეხლა გერმანელი, უკრაინელი და რუსი და გერმანელმა ამ ორს ომი და ერთმანეთის საწინააღმდეგო ომი გაამართლა. გერმანიამ გაამართლა პირდაპირ აი თითის დადებით ანგელა მერკელმა გაამართლა, იმიტომ რომ ანგელა მერკელის პერიოდში მოხდა აი ის მაიდანი და ასე შემდეგ რა, რაც იყო საფუძველი, თუმცა აი ჰელმუტ კოლის პერიოდში გაერთიანდა გერმანია და ახლა რა გამოდის? გერმანიის გაერთიანება არ შეიძლება თურმე. როცა ერთიანდებიან, აუცილებლად ტანკებში ჯდებიან და რაკეტებისკენ იყურებიან საით გავისროლოთო. ეგრე გამოდის რა. მე ცოტა ხუმრობით ვამბობ, მაგრამ სინამდვილეა და რა ვქნა, რა ვუყო. ევროპა გაერთიანდა გიტლერის გარეშე, ადრე გიტლერმა გააერთიანა ომით, ეხლა გიტლერის გარეშე გაერთიანდნენ და ეძებენ გიტლერს. ფაქტიურად ეგრე გამოდის რა, ეძებენ გიტლერს და ალბათ იპოვეს გიტლერი, ვიღაცა ხავთ გიტლერი, რომელიც აი მსოფლიოს როგორც რო იტყვიან წისქვილივით ატრიალებს და პურს არ აყრის, ტანკებს, რაკეტებს და აგერ ატომურ ომით ემუქრებიან დედამიწას. ეს ყოვლად დაუშვებელია. რამდენი კანცლერიც დადგა, ყველას მივწერე წერილი, ყველას მოვეფერე რომ ეს გერმანელი ერისათვის და ისიც კი დაუწერე რომ გერმანელ ერს მთავრობას განსაკუთრებით არ აქვს უფლება, აი გავკადნიერდი და ამას არ აქვს უფლება იყოს არაბრძენი. უკეთესი რა უნდა უთხრა რომ ბრძენი რომ არ იყვეთ არ შეიძლება მეთქი. არ ესმით. მაინც ტანკები და მიამარაგე, მიაწოდე და აბა მიდი რუსი კიდე რუსრო მუსმოუღერე ბუარეს გიზავს. არ შეიძლება ის რუსი ფსიქიკა ეგრეა მომართული, მუშტი არ უნდა აჩვენო, თორე დაგანგრევს, გაგინადგურებს ყველაფერს. რას ნიშნავს თქვენთვის დღევანდელი დღე? დღევანდელი დღე ამაღლებული დღეა ეს არა მარტო საბჭოთა კავშირის და თუნდაც დამოუკიდებელი ქვეყნების, გინდა მსოფლიოს ფაქტიურად ეს დღე არის სტალინის დღე. გამარჯვების, სტალინის გამარჯვების, იქ რო ტანკებზე აწერდნენ za rodinu, za Stalinu. ესე იგი, სამშობლოსთვის და სტალინისათვის ქართულად. ეხლა უყურე რამხელა თავგანწირვა, თავიანთ სულის, აი როგორ გითხრან, ნამუსზე, პატიოსნებაზე, კაცობაზე, შვილი შეწირა კაცო, მეტი როგორღა იაკობი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და წინა ხაზზე როგორც მოხდა ყველამ კარგად ვიცით. დაპყრობილის შემდეგ უკვე
ბოლო მაინც შეეწირა ამ ამბავს, შვილი შეწირა თავისი სისხლი და ხორცი. მე მაგათ ოჯახთან ძალიან ახლოს ავარ. ევგენი ჯუღაშვილი იაკობის ბიჭმა მშვიდობის დროშაზე ხელი მოაწერა. ასევე მისმა შვილიშვილმა, ესე იგი სტალინის შვილთა შვილიშვილმა, იოსებ ბესარიონის და ჯუღაშვილმა, რომელიც დღეს დირიჟორია, ერთ-ერთი სახელგანთქმული, ენაცვალოს ჩემი სიხარული. ისე მიყვარს ეს ადამიანი, ის მისია, რაც თუნდაც მე გამაჩნია მშვიდობის მედროშეობა ჰაერიდან არ მოდის, ეს დიდი წვალებისა და დიდი ჩანაფიქრების განხორციელების დადასტურებების და მთელი ციკლებია. თავისთავად კოსმოსში ხო ვერ გავიდოდა მშვიდობის დროშა. იმას ხო დიდი მუშაობა და დიდი თემები და პროგრამები სჭირდებოდა, რომ და შემოწმებები თუნდაც კოსმოლოგები რომ არიან ეს ნათელმხილველები და ისინი გიპნოზს რო აკეთებენ და რო გამოთვლიან ხოლმე მათემატიკურ კომპიუტერები და აი შემოწმება გაიარა როგორც დროშა, ასევე ჩემმა სისხლმაც გაიარა და ასე შემდეგ გენეტიკური თემები იყო. და აი ისე აიღეს და ისე წაიღეს მე კოსმოსში. პირდაპირ გადაცემა არ მომხდარა, ვინც ხელმძღვანელი იყო, იმას უთხარი, რომ შემეკითხნენ, რომ აი კი ბატონო გავატანთო და რა მისია უშუალო და მე უთხარი, ბოროტი ძალების კვეთები უნდა მოხდეს მეთქი, დედამიწის ირგული, რომ დაფიქსირდეს, რომ მშვიდობა ყოვლისა, ყველაფრის თავი, ოჯახის წინსვლის თავი, სახელმწიფოს წინსვლა, ყველაფერი, აი უბანი თუ იქ თუ მშვიდობა არ არის, არაფერი წინ არ მიდის, არ შეიძლება გავიგე. მოკლედ მადლობა. თქვენც ასევე დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ დღევანდელ 9 მაისს წარმატებებს გისურვებთ.